ესეც ასე. კამილა, არ გინდა? მინდა. შენ რა, გაგიჟდი? შენ თვითონ ხარ გიჟი. აიღე დაკ. მადლობა დენს, მე შენი ვალი მაქვს. ეს რა ჯანდაბა? ბიჭებო, ამიყვანეთ თქვენს გუნდში რა. წინააღმდეგი ვარ, რომ შენ ჩემს გუნდში იყო. არ გაგიმართლა ძმაო, მოშორდი შენი გუნდიანად, შენთან შემოსვლას არც ვაპირებდი. მოშორდი აქედან. დენს, ლორა, რასაკეთებთ აქ? კარგად გაასუფთავე იატაკი. მე ვცდილობ. მე გითხარი, რომ ეს უკეთესად გააკეთო და ნუ ეკამათები კამპუსის ადმინისტრატორს, თუ შეგიძლია, სულელო. მაშ, როგორ მიდის სასწავლო პროცესი? ახალო ბიჭო. გონი მან უკვე რაღაც დააშავა კამპუსში. ახალო ბიჭო, თუ ეს არ იცი, შენმა საქციელმა ყველა თინეიჯერი დააზარალა. მე არ მაინტერესებს ყველა მოზარდი. თავარია, ამინა არ გაბრაზდეს. ყურადღება ნუ გადაგაქვს. ბევრი სართული გაქვს მოსაწმენდი და სერიოზულად, ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე. ჰეი, ახალო ბიჭო, ამინას ძმა ჰყავს. თუ გაიგებს რომ ეფლირტავე, მას ჩათვალე რომ მკვდარი ხარ. სხვათა შორის ამინას ყავს შეყვარებულიც. რა? ამინას შეყვარებული არ ყავს. ნუ იტყუები, სტეფ. მას უკვე ყავს. ისინი გუშინ შეხვდნენ. და შენ მკვდარი იქნები თუ ის დაგინახავს. მე არავისი მეშინია. თუ მომიწევს ძმასაც და შეყვარებულსაც, მაგრად ვცემ. უკეთესად გაასუფთავე. ახალო ბიჭო, ამინას რომ მიუახლოვდეთ, სუდად გექნება საქმე. ლუნა დამშვიდდი, მე თვითონ მოვაგვარებ ამ ყველაფერს. შენ საქმეს მიხედე და თავი დაანებე ჩემი საქმის კეთებას. უკეთესად გაასუფთავე. შენ მთლიანი კამპუსი გაქვს მოსაწმენდი, იცი? აიღე და შენი დაასუფთავე მთელი კამპუსი. დენს, მორჩი, კი, შენ? მეც მორჩი. რატომ გათავდა ახლა ტუალეტის ქაღალდი? დენს, ხო, რა ხდება? გამოიცანი რა მოხდა? ტუალეტის ქაღალდი გათავდა. გააქვს მანდ? ხო, მაქვს და რა იყო? შეგიძლია რომ ცოტა მომცე? რა თქმა უნდა. რაში გჭირდება ამდენი დრო? მაღაზიაში მიდიხარ თუ რა ხდება? არა, მოიცადე ერთი წუთით. აიღე, დაკ. მადლობა დენს, მე შენი ვალი მაქვს. ოუ, ეს რა ჯანდაბა? დენს, შენ რა გაგიჯდი თუ რა ხდება? ეს სასაცილო იყო. შეხედეთ, მოვიდა ის თავხედი ახალი ბიჭი, რომელსაც უყვარს კამპუსის კედლების მოხატვა. ჰეი, მეგობრებო, მე მაუსი ვარ. აბა ამიყვან თქვენს გუნდში? მოდი, შემოვიყვანოთ ახალბედა ჩვენს გუნდში. მე ვფიქრობ, რომ ის კარგი ბიჭია. არა? ო. გუფი, ეს რა, ახალბედების თავშესაფარია თუ რა? დაივიწყე ახალი ბიჭი. ჩვენ უკვე ბევრნი ვართ. პრობლემები უკვე საკმარისად გვაქვს. მომაშორე თითი, ეს შენ ხარ დამატებითი პრობლემა ჩვენს გუნდში და ჩვენ მხოლოდ შენგან ვიღებთ პრობლემებს. მუშს დაგარტყავ ახლა. აბა სცადე, მიდი. კარგი, მოიცადეთ, მე არ მესმის. რატომ წყვეც ბუშტი ვინ მოხდება ჩვენს გუნდში და ვინ არა? ჰა? მე შევკრიბე საუკეთესო და გუნდი და მე ვარ ის, ვისაც საბოლოო სიტყვის უფლება აქვს. ოჰ, დაიწყო. მაშ ნებას მომცემ გუნდში შემოვიდე თუ არა? არა. მოდი ავაგდოთ მონეტა. თუ ეს არიულზე დავარდება, ახალბედას ავიყვან ჩვენს გუნდში, ხოლო თუ რეშკაზე ის ვერ გახდება ჩვენი გუნდის საპატიო წევრი. თანახმავარ. რეშკა, არ გაგიმართლა ძმაო, მოაშორე შენი გუნდი, ისედაც არ ვაპირებდი თქვენთან ერთად შემოსვლას. წადი აქედან, დროზე, ჩემი ბრალი არ იყო, ეს იყო მონეტა, რომელმაც გადაწყვიტა. ამილს დაურეკე? ხო, დაურეკე. ის მოდის. რატომ დასჭირდა მას ამდენი დრო? ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ სპორტ დარბაზში. მალე დარბაზი გაივსება და ჩვენ მერე ვეღარ ვითამაშებ. მე მზად ვარ, მეც. ჰეი, კალათბურთელებო, არ დაიკავოთ დარბაზი. ახლა ჩვენ ვაპირებთ მანდვარჯის. ხო, ვინც პირველია, დარბაზის მისია. იდიოტები. ახალო ბიჭო, რა გჭირს? ახლა ხომ არ ფიქრობ ჩვენი კარადების სპრეით შეღებო? მეგობრებო, მიმიღეთ თქვენს გუნდში, გთხოვთ. მე წინააღმდეგი ვარ, რომ ჩემს გუნდში იყო. ჩვენ ვიცით, რატომაც ვცდილობ, რომ შემოგვიერთდე. მისტერ მაქსი გაგაგდებს თუ კამპუსში მეგობრებს ვერ იპოვი და რო იცოდე ჩვენ შორის მეგობრებს ნამდვილად ვერ იპოვი. რატომ იქცევით დრამატული გოგოები ვით? შენ თვითონ ხარ გოგო. ახლავე მოშორდი ჩემს და სულელო.
შენი არ მეშინია. ლორა, გააღე აბაზანის კარი. ძალიან ცუდად ვარ. უკვე აღარ შემიძლია. მთელი დღეა ვითმე. ჯანდაბა, გოგოები აკაკუნებენ. ვის აინტერესებს? მათ შეუძლიათ მოიცადონ. ერთხელ 3 გაკვეთილი ვითბენდი. ბენს, შენ ისეთი მომთმენი ხარ. ჯანდაბა ლორა, დაყრუდი? თუ რა ხდება? კარგი ჩაკ, აქაც დავდოთ კამერა. კარგი მაქს. კარგი გოგოებო, რა ხდება? რატომ ხართ ყველანი აქ? მისტერ მაკ, ტუალეტით გვინდა რომ ვისარგებლოთ, მაგრამ ლორა ჩაიკეტა და არ გვიშვებს შიგნით. მან ყველაფერი კარგათაა, ლორა? რამე დაემართა მას? ჩაკ, დროზე გააღე. ხო, რა თქმა უნდა, უკან დაიხიეთ. ბენს, ლორა, რას აკეთებთ აქ? მე მისტერ მაქს, მე მხოლოდ მტვრის ლაქა ჩამივარდა თვალში და ბენსი მეხმარებოდა. ხო, მე ვეხმარებოდი ამოღებაში. ბენსი პირს იყენებდა არა ლაქის ამოსაღებად, რა ლაქა. ორივენი მობრძანდით ჩემს კაბინეტში დროზე. ლორა, მე და გაბი მკინაღამ შარვალში ჩავიფსით. შეგეძლოთ მოგეთმინათ, მეგობრებო. ბენს ამდენ ხანს არასდროს გვიკოცნია, ხომ ესეა? ლუნა, გთხოვ, მიიღე ჩემი მოკრძალებული საჩუქარი, ვიცი რომ გიყვარს კაკაო. ბუშტო, ნუ დაკარგავ დროს. ლუნას არ მოსწონხარ. ხო, შენ არ ხარ მისი ტიპის. გოგოებო, ნუ ერევით, ვიცი რომ მოუწონვარ, უბრალოდერიდება ამის აღიარება. არ გინდა ჩემი კაკაო? დიახ, ფიქრობ ავიღებ შენს კაკაოს. გოგონებო, გაიგონეთ ეს? მგონი ლუნას მოუწონვარ მე. ლუნა, სერიოზულად აპირებ მისი კაკაოს დალევას? მართლა. ძალიან გემრიელია. უფრო მეტი მომიტანა შემდეგ ჯერზე. აბა ბუშტო, მოგეწონა კაკაო? სასტაცილოა, როგორ დაგასხა მან კაკაო შენ? ფრე, სამწუხარო რომ კაკაო არ დამრჩა, თორემ შენ სხეულთ მასზე დავასხავდი. ამინა, გთხოვ, მაპატიე, ძალიან სულელივით მოვიქეცი. მე უბრალოდ მინდოდა შენი ყურადღების მოქცევა. არ მესმის, დღეს არის ფლირტის დღე. თუ რა ხდება? ბუშტმა კაკაო მოიტანა, ახალი ბიჭი ყვავილებს გჩუქნის. შეხედე ბუშტო და ისწავლე. აი, როგორ უნდა მოხიბლო გოგო და არა შენსავით, კაკაოს ჩუქებით. მადლობა მაუს, ეს ნამდვილად სასიამოვნოა შენგან. ვერ გავიგე, რა ხდება აქ? საიდან გაჩნდა ეს ყვავილები? ეს უკვე საინტერესოა. უამზადეთ პოპკორნი და დაჯექით. ახლა დრამა დაიწყება. ეს შენი თაიგულია? კამილ, ჰეი, დამშვიდი, არ გინდა. თუ მაქსი გაიგებს ამის შესახებ, მე არ მაინტერესებს მაქსი. დიდხარი შორს დაიჭირე თავი ჩემი დისგან თქო. ვერ გაიგეს თუ რა ხდება? კამილ, მას არაფერი დაუშავებია. ხო, მან უბრალოდ ბუდიში მოუხადა ამინას. და რა არის ამაში ცუდი? აი ეს. კამილ, არ გინდა. მინდა. შენ რა, გაგიჩდი? შენ თვითონ ხარ გიში. ეს ბრძოლით დამთავრდება. მე ამას ლუნას მივცემ. ბიჭებო, შეწყვიტეთ. შუმად, მაქსი მოდის. მაშ, რა ხდება აქ? არაფერი, ჩვენ უბრალოდ ბიჭებთან ერთად საუბრობდით. საუბრის ნაცვლად სჯობს, რომ გამოცდისთვის მოემზადოთ. გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთი გაქვთ. რთული დღეა, მეგობრებო. მოიწონეთ ჩვენი ვიდეო და გამოიწერეთ არხი. შვიდობით ყველას!